საქართველოში თავისუფალ მედიას ყველა ხელისუფლების პირობებში უწევდა ურთულეს სიტუაციაში მუშაობა, იმიტომ რომ ის ერთი ხელით ასრულებდა პროფესიულ საქმიანობას და მეორე ხელით იბრძოდა გადარჩენისთვის. თუმცა რაც დღეს ხდება, ეს არის თავისუფალი მედიის ჩახშობის უკვე არა მცდელობა, არამედ თითქმის ნახევრამდე მიყვანილი საქმე. აი ამ კანონებმა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღო ძალაუფლების მქონე ადამიანმა თუ ადამიანთა ჯგუფმა უკვე ძალიან შეგვიზღუდა ჩვენ. არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ შეგვიზღუდა არსებობაც კი, ჩვენ ფაქტობრივად ვეღარ ვახერხებთ, რომ გავაგრძელოთ ფუნქციონირება იმ პირობებში, თუ ეს ასე გაგრძელდება. რისთვის ჭირდება ეს იმ ჯგუფს, რომელსაც ძალაუფლება უპყრია დღეს ხელში, იმისთვის, რომ მოქალაქეებამდე არ მივიდეს თავისუფალი სიტყვა. არ მივიდეს საუბარი იმ პრობლემებზე, ინფორმაცია, რომელიც ამ ადამიანებს დაანახებს, როგორ მუშაობს დღეს ეს ჯგუფი ადამიანებისა კორუფციული გზით, როგორ მდიდრდებიან ისინი, როგორ ღარიბდებიან ჩვენი მოქალაქეები, მაშინ როდესაც ეს ადამიანები მდიდრდებიან, როგორ არასრულებენ ისინი თავიანთ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას და რომ არჩევნები გამოშიგნეს მთლიანად და არჩევნები აღარ არის არჩევნები, ეს არის ფორმალური რაღაც პროცესი, რომლის შედეგადაც ეს ადამიანები მუდმივად ინარჩუნებენ ძალაუფლებას. მზია ამაღლობელის დაკავება იყო აი ამის შემადგენელი ნაწილი. ეს არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ცალკე კონტექსტიდან ამოგეჯილი რაღაც ქმედება. მზია ამაღლობელი იყო ადამიანი, არის ადამიანი, მედია მენეჯერი ქალი, რომელიც სწორედ დისკომფორტს უქმნიდა თავისი მედია საშუალებით, ახლაც კი ის ციხეში მყოფი უქმნის მათ დისკომფორტს. ამიტომ ცდილობენ ის გააშაონ, მისი მარგინალიზება მოახდინონ, ეს დიდი ხანია რაც დაეწყეს ეს პროცესი თავისუფალი მედიის მიმართ ამ ადამიანებმა, იმიტომ რომ შემდეგ საზოგადოებას არ ჰქონდეს ემპათია ჩვენს მიმართ, როდესაც ჩვენ დაგვიჭერენ, როდესაც ჩვენ გაგვაჩერებენ, როდესაც ჩვენ აგვიკრძალავენ საქმიანობას. ამიტომ ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ ეს, რომ თავისუფალი მედიის გადარჩენა ნიშნავს თქვენ გადარჩენას პირადად, არა მარტო ჩვენ გადარჩენას, არამედ თქვენც უნდა გადარჩეთ ამ ქვეყანაში, თქვენი თავისუფლება უნდა გადარჩეს, თქვენი ღირსება უნდა გადარჩეს. ამიტომ გთხოვთ, მოდით 25 აპრილს პარასკევს 18 საათზე ერას მოედანზე და მხარი დაუჭირეთ თავისუფალ მედიას.